დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 18 ივნისია, ოთხშაბათი, ეთერში არცულნების დილა, გეგინე მშვიდობიასთან და სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან ბედნიერ, წარმატებულ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ტრადიციულად საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, თუმცა ვიდრე გაგაცნოდეთ გადაცემის ანონსს და გეტყოდეთ, ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ მათთან ერთად, ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვისი ხსენიებს დღეს 18 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს მარკიანეს, ნიკანდროს, იპერიქეს, აპოლონს, ლეონიდეს, არიოსს და სხვებს, ღირს თეოდორეს საკვირველთმოქმედს, ღირს ანუბის, ეგვიპტელ მეუდაბნოეს, ღირს დოროთეს, აბბა სერიდის სავანის მკვიდრს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი ტრადიციულად მოძღვარი იქნება, შემოგვერთდება გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე უიმედობა, დეპრესია და სასოწარკვეთილება. როგორი ამ მდგომარეობის სულიერი ხედვა არის თუ არა ცოდვა და როგორ უნდა გავუმკლავდით მას. გადაცემის მსვლელობისას შემოგვერთდება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკისა და სიახლეების შესახებ. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი შემოგვერთდება საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის კაპიტანი აკაკი თვალიშვილი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საკალათბურთო სუპერლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებულ ქუთაისი 2010-ის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე. საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზს და ერთად შევიტყოთ თუ როგორი ამბია მოსაუბნენი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილამშვიდობისა.
მამა გიორგი. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის. ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ დღეს თქვენთან სასაუბროდ. ეს არის უიმედობა, დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა ვიდრე სულიერ ნაწილზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში რომ გავმარტოთ სიამოვნებით, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგისმენთ. ზოგადად სიტყვა უიმედობა, სასოწარკვეთილება, დეპრესია რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, როდის დგება ეს მდგომარეობა და მომენტი ადამიანის ცხოვრებაში და რამდენად შესაძლებელია რომ მარტივად შეძლების დაგვარად გაუმკლავდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ დადგება ბუნებრივი ადამიანის ცხოვრებაში ეს მომენტი. ჩვენ რა თქმა უნდა ხარ იმყოფებით ტელევიზიაში, სადაც მოკლედ უნდა სულიერ საკითხზე ვისაუბროთ და ალბათ ფსიქოლოგები თავისას საუბრებენ თავის ადგილას და მე ვიტყოდი ასეთ რამეს, რომ ყველაფრის საწყისი არის უღმერთობა. აი ყველა ესე რომ ვთქვათ ბოროტებისა და ადამიანის ყველანაირი ტანჯვის საწყისი არის უღმერთობა. და უღმერთობა არა მხოლოდ იმას გულისხმობ, რომ ადამიანი ათეისტი შეიძლება იყოს, არამედ როდესაც ადამიანს არ გააჩნია აი ცოცხალი სარწმუნოება. როდესაც ადამიანი არ იცის ღმერთის ხედვა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში თავისი ადგილი არ უკავია ღმერთს და აი ამის შემდეგ, როდესაც ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს, ხო, და ღმერთის ხედვა არ აქვს, ხო, ქმნის ესე რომ ვთქვათ, ყველაზე მთავარ ღმერთს, კერპს, ეს არის საკუთარი თავი, რომელსაც ყოველდღე უყურებს სარკეში. ხო და აი ადამიანი რაღაცნაირად შინაგანად თითქოს მოწოდებულები ვართ ჩვენ ძალიან მაღალი ქმნილება ადამიანი, ჩვენ ინტუიციურად გრძნობთ, რომ ძალიან მაღალი ქმნილება ვართ და ეს კარგიც არის და ამავე დროს ზუსტად ამ საფრთხეებს შეიცავს და აი სარკეში რო უყურებს ადამიანს საკუთარ თავს, ხვდება რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რაღაცა და აი ხვდება რომ ღმერთობის პოტენციალი აქვს რა შეუძლია რაღაცნაირად ღმერთობა და ეს რა თქმა უნდა ბიბლიურადაც ვემასაკენ ჩვენ ღმერთობისკენ მოწოდებულები ვართ თողონს ღმერთის დახმარებით. ანუ უღმერთოდ ღმერთობა იყო ზუსტად მიზეზი იმისა, რის გამოც პირველი ადამიანი დაეცა უღმერთოდ ღმერთობა და დღევანდელ ადამიანსაც ზოგადად ეს ჭირს, აი რაღაცა ჩვენ უნდა უღმერთოდ ღმერთობა ისე იგი და რაში გამოიხატება ეს რომ ავიღოთ ხო ადამიანს უჩნდება გარკვეულწილად ყველაფერზე კონტროლის აღება. აი ყველაფრის კონტროლი უნდა ადამიანს და არა მხოლოდ საკუთარი თავის შინაგანად ანუ საკუთარი გრძნობა, ემოციების და იმის ანუ კონტროლი უნდა, არამედ თუ დააკვირდებით აი დღეს სამყაროში რაც ხდება ის უფრო მასშტაბურს ხდის თავის კონტროლს. ანუ ეს ღმერთობა პატარაობას ვერ იტანს, ანუ რაღაცა ხო, ახლა ღმერთი რა არის, ხო, წარმოიდგინეთ რომ galaktikების შემოქმედია და ყველაფერს, ანუ ის განაგებს ჩვენ ვიზახთ ხო, ღვთისნება, დაშვება, ყველაფერი და ადამიანს ეს უნდა. რაც შეიძლება მეტ რაღაცას აკონტროლებდეს, რაც შეიძლება მეტ რაღაცაზე კონდეს მას ისე იგი გავლენა. და აი ამ შინაგანი მდგომარეობით შეპყრობილი, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის საკუთარი ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი, ხო, ანუ ყველაზე მთავარს ივიწყებს. აი რა მინდა რომ თქვა, რომ ჩვენ ახლა რომ წავიდეთ უკვე იქითკენ, რომ დავახასიათოთ ადამიანის საბოლოო ჯამში. ადამიანში არის ესეთი ნაწილი, ხო, ორი ნაწილია, ფსიქიკური ნაწილი და არის პნევმური ნაწილი, ანუ სულიერი, მაღალი სულიერი ნაწილი არის, ხო? აი ადამიანს გარკვეულწილად დავიწყებული აქვს ურთიერთობა იმ სულიერ ნაწილთან. და აი ხა წარმოიდგინეთ უბრალოდ ეს ფსიქიკური ნაწილი, რომელიც ადამიანს გააჩნია, ხო, აი ამ ფსიქიკური ნაწილი ცდილობს რომ გააკონტროლოს მის გარშემო ყველაფერი. და მინდა გითხრათ რომ ამისთვის ძალა არ ყოფნის. ხდება დღითი დღე ხდება რომ ხელიდან ეცლება იმას თუნდაც რასაც გუშინ აკონტროლებდა. და ყველაზე მთავარს რას ხდება მე რა იცი? ყველაზე მთავარს ხდება რომ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებს. ანუ არა ის რომ გარეთ აკონტროლოს რაღაცა, ანუ ხდება შინაგანად ინტუიციურად რომ საკუთარ თავს არ შეუძლია უთხრას არა. ვეღარ ეუნება არას. ანუ რაღაცამ შეიძლება ჩვენი სათაურიც ეს იყო გადაცემის არის თუ არა ცოდვა, რა არის ცოდვა? ცოდვა არის ის, როცა უკვე ადამიანი ვეღარ იძახი არას. რაღაცამ ისე დაგიპყრო, რაღაცამ ისე შეგიპყრო, რომ მას არას ვერ ეუნები. ანუ დაავადებასავით არის ადამიანისა, როდესაც არას ვერ იძახის და აი ზუსტად აი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც თქვათ, აი ხდება, რომ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებს, აი ეს არის დაღმასვლის, ანუ
არის აღმასვლის მდგომარეობა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მოკლედ რაღაცა სამყაროს იმეცნებს, რაღაცა ყველაფერი ისე დაიწყებს, აი თითქოს გძნობს ხო, ენერგია აქვს, აი ყველაფრის კონტროლი შეუძლია, გადადის ჩვენს ახლა მოკლედ ხელს უწყობთ დღევანდელი აზრით, ხელს უწყობთ ჩვენს ახალგაზრდებს ესე რომ ყველაფერი შეგიძლია, მიდი იმას გამასა და მოკლედ არაფრის ანუ არ ვასწავლით ესე რომ თქვა პასუხისგებლობას, არ ვასწავლით იმას რომ რაღაცაზე არ შემიძლია ბოდიშის ანუ ესე რომ თქვა აი წეღარას თქვი აი ეს პნევმურ ნაწილთან როდესაც ჩვენ გავწყვიდეთ ურთიერთობა თითქმის გავწყვიდეთ ურთიერთობა ხო აი ეს პნევმური ნაწილი არის რომელსაც გააჩნია თვისება რისი იცი თამდაბლობის სიმშვიდისა ანუ ის რაც შეუძლია გაუმკლავდეს ფსიქეში არსებულ პრობლემებს ფსიქეში რო გაჩნდა პრობლემა, ამ პრობლემას, ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ამას ჭირდება ზემდგომის და ამ ზემდგომი ჩვენში არის. ეს არის ზუსტად ის სულიერი ნანო, სულის ნაწილია ის რაღაცა, რომელიც ღმერთთან კავშირშია. და როდესაც სული არის ცოცხალი, აი ამ კუთხით და ღმერთით ცოცხლდება და რა თქმა უნდა ღმერთთან ურთიერთობაში, მაშინ ადამიანში შემოდის გარკვეულწილად თვისებები, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, თამდაბლობა, სიმშვიდე, გულმოწყალება, მორჩილება, რაღაცა და აი ეს თვისებები უკვე აი ამ აღზევებულ მას ადამიანს უკვე მოკლედ თავისთავად ეს ფსიქიურ ნაწილის აშლილობას და ფსიქიურ ნაწილის გადატვირთულობას მოკლედ შველის და ეუნება რომ არაუშავს ხო, არაუშავს თუ რამეს ვერ აკონტროლებ, არაუშავს თუ კი რამე ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა და აი საბოლოო ჯამში ადამიანი ჩვენც ყველანი ხარ ვავიღოთ, ხო? ჩვენც როდესაც სამსახურში ვართ, როდესაც აი სულიერ ცხოვრებას ცოტა მოწყვეტილება, ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ აი საღამოთვის სახში მივედი, ლოცულობ, ღმერთთან ურთიერთობაში შედიხარ თუ არა და ადამიანის შინაგანში თამდაბლობა, სიმშვიდე, გარკვეული გულმოწყალება, შენდობისა, პატიებისა, დათმობის სული შემოდის, იმ წუთში ხვდები, რომ გარკვეულწილად ის პრობლემები, რომელიც აი ფსიქიკა გადატვირთული იყო ადამიანისა, რაღაცა თითქოს ესე იგი სამტვირდება, ანუ გადის, ანუ გვარდება ეს პრობლემა და აი მე აი ამ საუბრიდან მე მინდა ვთქვა, რომ აი ზუსტად ეს არის დღევანდელი ადამიანის პრობლემა, რომ როდესაც უკვე ხვდება, რომ კონტროლი უჭირს მის გარშემო უკვე სიტუაციისა, მაშინ უკვე ხვდება, რომ საკუთარი თავზეც კონტროლი აქვს, ანუ ემოციებზე, გრძნობებზე, იმაზე, ანუ ამ ფსიქიურ ნაწილზე, მშვენიერ ნაწილზე კონტროლს კარგავს, აი ეს არის მე ადამიანისთვის მიზეზი მისა, რომ ვარდება რაში? უიმედობაში. ანუ უიმედობაში ვარდება და მოდი განვასხვაოთ. სულიერად განსხვავებული ის აქვს უიმედობას და სასოწარკვეთილებას. სასოწარკვეთილება ძალიან მძიმე ფორმაა. თვითონ სიტყვა გვეუბნება სასოწარკვეთა, ჩვენი სასოება ღმერთია. ანუ ღმერთის მოკვეთას ნიშნავს. აი რაც თქვი წეგან სასოწარკვეთა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ისე იგი აი დაკარგული და გაწყვეტილი აქვს თითქმის კავშირი ამ თავის ყველაზე მისი არსების ყველაზე მაღალ ნაწილთან, ანუ სულიერ უღმერთო ცხოვრება, ანუ სული, როდესაც სული მკვდარია ღმერთის გარეშე, ანუ ჩვენი სულის ნაწილი ცოცხალია, თუ კი ის ღვთისმადლით ცოცხლობს მხოლოდ, ანუ ის სულის ნაწილი ღმერთთან კავშირით ცოცხლდება და ის საოცარი განსხვავებული და სხვაგვარი სიცოცხლე შემოაქვს ადამიანის მთელ არსებაში და მე მის გარშემოც თავისთავად ყველაფერში და როცა ეს არის გაწყვეტილი, აი ეს არის სასოწარკვეთა. ანუ ღმერთის მოკვეთა, ჩვენი სულის იმ ნაწილის ფაქტობრივად განა არ არის პოტენციაში დევს ადამიანში, მაგრამ არის ფაქტობრივად გამიჯნული ადამიანი მთლიანად აი ამ სულის ამ ნაწილზე და ამ ფსიქიური ნაწილით მოკლედ და აი მაგიტომ არის ახლა ამას წინათ მინდა გითხრათ ერთი ჩვენმა სასულიერო პირმა მითხრა რომ ერთ-ერთ ისე იგი დასრულ გამოჩენილ ისეთ ფსიქიატრს ესაუბრებოდა და მოკლედ თუ ასეთი რაღაც თქვა რომ აი თუ ესე გაგრძელდაო დაახლოებით აი საქართველოზე თქვა დაახლოებით 2050 წლისთვისო მინიმუმ 80% ადამიანებისა ყველა დამოკიდებული იქნება გარკვეულწილად ისე იგი აი ანტიდეპრესანტებზე და იმაზე, იმიტომ რომ ფსიქიკა ვერ აკონტროლებს ვერც საკუთარ თავს და ვერ აკონტროლებს მის გარშემო განვითარებულ ამხელა და ამ მნიშვნელობის მოვლენებს.
ანუ საბოლოო ჯამში დაპყრობილია ფსიქიკა ამით და არ აქვს განტვირთვის საშუალება. სხვა ინფორმაცია და მე ნახეთ როგორ არის ჩვენი ახალგაზრდებით წეღანით ახალგაზრდობა რა არის რითი განსხვავდება ახალგაზრდობა თქვათ უკვე გამოცდილი ადამიანისგან ესე ქუჩაზე რომ მიდის თქვათ ადამიანი რომ ბნელა და იქიდან რაღაცა ხმაური ისმის ხო გამოცდილი ადამიანი უკვე დასული ადამიანი ქუჩის მეორე მხარეს გადავა ხო მაგრამ ახალგაზრდა შევაშიგნით რა ხდება აი ეს არის ანუ ახალგაზრდული სულისკვეთება არისო ყველაფერი აინტერესებს ყველაფერი უნდა რა თქმა უნდა შემეცნების მოკლედ დრო უდგას ადამიანს და აი ეს ვერ გაკონტროლება უკვე საკუთარი ამ მოზღოვებული ინფორმაციისა შემდეგ ადამიანში უკვე იწევს აი ამ გარკვეულწილად აშლილობას შემდეგ დაშლილი ადამიანი აი ნაწილებად იშლება ეს ფსიქიკა როგორ არის ხანამაზე ფიქრობს ხანამაზე ანუ მოდუსები ადამიანს ხანეს უნდა ითამაშო ხანის უნდა იყო და საბოლოო ჯამში ერთიანობას კარგავს იწყება ადამიანის შინაგანი შლა აი ამ დაშლასთან ერთად უკვე ადამიანი ცდილობს ფსიქიკამ როგორმე მაინც შეაკოწიწოს ეს საკუთარი თავი მაგრამ ხდება რომ უძლურია და უკვე აი შემდეგ მოდის ეს ფორმები უკვე გამოხატული ასეთ წელან ჩვენ თქვით აი დეპრესია, გარკვეული ნერვოზი, ჩაიკეტა ადამიანი, იმიტომ რომ უკვე აღარ შეუძლია ინფორმაციისთან, უკვე აღარ შეუძლია ანუ კარგისა და ცუდის გარჩევაც კი, ანუ მაგიტოა ხოლმე რომ მიდიხარ ადამიანთან და კეთილ სიტყვასაც ვეუბნები, რომ აი გინდა მოეფერო, ეს მოფერებაც არ უნდა, იმიტომ რომ ესეც მისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ რომ ინფორმაცია რა, ახალი ინფორმაცია, რომელიც შემოდის მოკლედ საბოლოო ჯამში. როგორ უნდა გავუმკლავდეს ადამიანი ამ ყველაფერს, მამა გიორგი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს როგორც აღნიშნეთ, ინფორმაცია, ზღვა ინფორმაცია მიეწოდება ხომ საზოგადოებას და არა მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით პრაქტიკულადაც ქმედებაში მოყავთ სხვადასხვა სახით თქვათ ამ დეპრესიასთან გამკლავებას მოუძებნეს სხვადასხვა დანიშნულება თუ როგორ შეიძლება რომ ამ ყველაფერს თუნდაც წუთიერად თქვათ სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებით იქნება თუ ასე შემდეგ რომ გაუმკლავდნენ რაც მე რეალურად ალბათ უფრო მეტად აგდებთ უფრო მძიმე ცოდვაში და უფრო თულ გზაზე დგებიან ამ ყველაფრით და ის რაც თქვენ ბრძანეთ მე უკვე უჭირთ არას თქმა და ამ ცოდვებისგან თავის დაღწევა და როგორი უნდა იყოს ეს გზა რომელიც შეიძლება არც თუ ისე მარტივი იყოს თავიდანვე მაგრამ ჩვენი მხრიდანაც თქვათ საზოგადოების მხრიდან ოჯახის წევრების მხრიდან და რა თქმა უნდა სასულიერო პირების მხრიდან როგორი უნდა იყოს მიდგომა რომ არ ჩავარდნენ ამ უიმედობაში და ამ სასოწარკვეთილებაში და ამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან უნდა გაჩნდეს ადამიანში გარკვეული სიმყარე საყრდენი ანუ ადამიანი იშლება იმიტომ რომ საყრდენი არ არის მოშლილია შინაგანი ანუ იმაზე რაზეც მას რის იმედიც ჰქონდა ფაქტობრივად დარწმუნდა რომ მას არ შეუძლია იყოს ის საყრდენი და იმედი რომლის გარშემოც ადამიანი ააგებს გარკვეულწილად საკუთარ პიროვნულ ზრდას და გარკვეულწილად მოსული ინფორმაციას თუ მოქმედებებს მის გრძნობებს მის რაღაცა ემოციებს რომლითაც ის ყოველდღიურად ცხოვრობს რაღაცის გარშემო უნდა ტრიალებდეს. ანუ ამიტომ ვამბობ რომ უღმერთობაა თქო ყველაფერის ისე იგი რაღაცა ყველა ბუროტების საწყისი არის უღმერთობა. ანუ აი ეს ღირსს კარგავს ადამიანი ღმერთის გარეშე და აი უნდა გაჩნდეს გარკვეული საყრდენი ადამიანში, აი გარკვეული შინაგანი საყრდენი, რაზეც ის დაამყარებს მერე საკუთარ ყოველდღიურობას. მაგრამ აი ნახეთ ეს საყრდენი რო გაჩნდეს, ის ძველი საყრდენი უნდა დაინგრეს. ანუ თუმე ძველი საყრდენი არ და ამის როგორ გითხრათ, ამის დემონტაჟი არ უნდა ადამიანს. აი როგორ გითხრა იცით, უნდა ეს თან ტკბობასთან არის ხო დაკავშირებული ის გარკვეულწილად ჩვენ ის რამაც ჩვენ შეიძლება მიგვიყვანა უკვე გარკვეულწილად გამოვა სიტუაციამდე მანამდე ის ტკბობა იყო. ახლა როდესაც ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს, იმისთვის ტკბობაა, მაგრამ მერე ფსიქიურად შეიშალა და მერე გახდა მისთვის პრობლემა, თორე ანუ თუ მას ეტყვია, ნახეთ როგორ თუ მას ეტყვია, რომ ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანთ, რომ შენ ისევ შეგეძლება, რომ გააგრძელო იმის კეთება, რასაც აკეთებდი, ანუ იმ სიამოვნებაზე ადამიანი უარს არ იტყვის. ანუ იმ როგორ გითხრათ ძალაუფლების წყურვილზე და ანუ იმ ესე იგი ყველაფრის გაკონტროლების სურვილზე ადამიანს გონიათ რომ უარის თქმა უნდა არა ეს უნდა უღონც რაღაცა ფორმით ისე გავაკეთოთ რომ ესეც ვაკეთო მაგრამ ამასთან ერთად ხო თან კარგათაც ვიყვე
აი ეს პრობლემა დგება ადამიანში და ამიტომ აი ორი ღმერთი ესე რომ ვთქვა, აი გარკვეულწილად ერთად ადამიანში ვერ თავსდება, ანუ ან შენ ხარ, ან ვიღაცაა შენში, ანუ რაღაცაა შენში, რომელსაც აი გარკვეულწილად ესეთ აი სინდის ვეძახით, ხო, ჩვენი შინაგანი სინდისი, ოღონდ სინდისი არა ესეთი აი ჩვეულებრივი, ანუ არა ამ ყოველდღიურობით გამოკვებელი, არამედ ღვთის სიტყვით ნასაზრდოები, აი ნამდვილად სინდისი, რომელიც გასუფთავებული და გაწმენდილია, რომელიც სახელს არქმევს ყველაფერს, რომელიც გიბიძგებს და გეუბნება, რომ ესი არა და ესე, რომელიც ტყუილსა და მართალს, სიკეთესა და ბოროტებას შორის, სიბნელესა და სინათლეს შორის გარკვეულწილად დეფინიციას და გარჩევადობას გაძლევს და რომელსაც შენ ნახე ემორჩილები. აი ეს უჭირს ადამიანს, რომ დაემორჩილოს იმას, რაც თავის, ამიტომ რომ უჭირს ადამიანს ეს საკუთარი თავის დემონტაჟია, ითქვას, ამიტომ რომ ეს იწვევს გარკვეულწილად ნახე როგორ ამდენი ხნის განმავლობაში ნაგროვები, ამდენი ხნის განმავლობაში შეძენილი ბრჭყალებში გამოცდილებისა, საკუთარი თავის დამკვიდრებისა. მე ხო დავიმკვიდრე უკვე რაღაცა გარკვეულწილად საკუთარი თავი, აი ამ გარკვეულ მცირე თუ ფართო სოციუმში უკვე მე წარმოდგენილი ვარ ასეთი ხასიათით, ასეთი გრძნობებით, ამის დემონტაჟი უნდა დავიწყო და ხა ამის დემონტაჟი ყველანაირად უჭირს. აი ადამიანს და ზუსტად ესაა, აი სახარების საწყისი წყო ეს არის. ანუ მაცხოვნებელი სინანული შეინანეთ, მეტანოია, ანუ გონების შეცვლა. ანუ ჩემი მთელი საწყი შინაგანად რაც არის, ეს ვიცი რომ იწევს, აი ნახეთ როგორ არის ღმერთი რომ მოდის ადამიანში ხა, ვიცი რომ რთულია, რომ მაგრამ საოცარი სიხარული მოაქვს ამასთან ერთად. აი ეს არის ყველაზე მთავარი რომ გეგონება თავრო გეხვევა, იმიტომ რომ კარგავ საკუთარ თავს, მაგრამ ხვდები რომ პარალელურად თან იძენ საკუთარ თავს. სხვანაირი ხდები, განაის ხდება რომ შენ აი რაღაცა იშლები, იმსხრევი, როგორათაც ამ შემთხვევაში როგორ ანუ ხვდები რომ უიმედობაში ხარ, ისე იმსხრევი რომ უიმედობაში ვეღარაფერს ვერ ეჭიდები, მაგრამ ღმერთთან ერთად ხვდები რომ ის დემონტაჟი საკუთარი ეგოიზმისა ხდება, ანუ შენ იშლები, მაგრამ ამავე დროს ხვდები რომ ამ დაშლასთან ერთად ახალი შენობა შენდება, რომელიც ღმერთთან ერთად შენდება და ეს ყველაფერი იმედის გაძლევს. აი ნახე, აქედან რომ ერთი სართული ჩამოინგრა, აქედან ნახე საძირკველი ჩაისხა უკვე. ანუ შენ რაწამ შენი ეგოიზმის დემონტაჟი დაიწყე, თავისთავად ამან დაიწყო საფუძვლის ჩაყრა, ახალი ადამიანის შობა დაიწყო საკუთარ თავში. ამიტომ აი მე ცუდად არ მინდა თქვა, მაგრამ აი ყველა სხვა გამოსავალი, ეს არის როგორი რაღაცა, იცი? დემონტაჟი შეიძლება, მაგრამ გამაყუჩებლით და აი ეს ესე რომ ვთქვათ, მედიკამენტოზური იქნება თუ რაც იქნება, ეს არის ზუსტად ეს მდგომარეობა, რომელიც კრიზისს ისევ შექმნის. ადამიანი რაწამს ჩამოვა იქამდე და ცოტა იგზნობს საკუთარ თავს, რომ იცი რა, რაღაცა მე მგონი უკვე კარგად ვარ, იგივე სახლის დაშენებას დაიწყებს. სამწუხარო ესაა, რომ იგივე ადამიანი წამოშენდება, შეიძლება უფრო ფრთხილად, შეიძლება გამოცდილება ქონდეს ადამიანს, მაგრამ იმ საწყის წერტილს მაინც დაუბრუნდება, რომელთანაც მივიდა. ანუ ისევ კრიზისი დადგება, მაგრამ აი ღმერთთან ერთად საოცარია, საყრდენი ჩდება ადამიანში, ისეთი საოცარი საყრდენი ჩდება, რომ ანუ წუხილიც აი საკუთარი ცხოვრების შეცვლა, აქამდე რომ შენი ავტორიტეტი რაღაცები მოკლედ, ანუ რო არ ითმენდი არაფერს და ეხლა რო ითმენ, რომ ვიღაცას არ პატიობდი და ეხლა რო პატიობ, ანუ შენში რო ეს რაღაცა ის შემოდის, ანუ თან სიხარული მოაქვს რა, თან ხვდები რომ ეს კარგია თურმე რა, ეს რაღაცა საოცარი სიხარული შემოდის და აი განსხვავება აი ამ მაგის თქმა მინდოდა რა, მე თავარი აი მინდა ამაზე გავაკეთო ნამდვილად აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტიც გავაკეთო, რომ რას ისე იგი რას იძენ ადამიანიც ყველაზე მთავარს. აღარ ხარ დამოკიდებული შენი განწყობა, ისინი აღარ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. ვინ როგორ გაფასებს? აი ყველაზე მთავარს აი ეს არის საოცარი თავისუფლება, იმიტომ რომ შენ ყავს თავარი შემფასებელი. ეს არის შენი, ანუ ღმერთი, ის საყრდენი, რომელიც შინაგანად არის, რომელიც მას კარგად განგისაზღვრა უკვე, რომ ის რაც გარეგნულად ცვალებადი ადამიანებმა შექმნეს, ხანერს დაარქვეს კარგიაო, მე მეორე დღეს თურმე კარგი არ არის და ცუდი. ანუ ეს მერყევის სამყარო და ფასეულობები, ხო, რომელმაც აი ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა, რომ ვეღარ იგებ ადამიანი კარგი რა არის და ცუდი რა არის და კონტროლს კარგავ ყოველდღიურად და ეს არის ამ წუთისოფლის სულისკვეთება ზუსტად, რომ ადამიანი ჩამოშალოს და დაშალოს და ადვილად მართვადი გახადოს, ხვდები რომ იძენ ისეთ საოცარ საყრდენს, რომ
რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ისე იგი ეს წუთი სოფლის სულისკვეთება და ვიღაცების შეფასება, რომ შენ ახლა ან ცუდად მოიქეცი თუ კარგად მოიქეცი თუ ეს გააკეთე არასწორად თუ ის გააკეთე არასწორად და შენ სიბნელის მხარეს ახარ თუ იმის მხარეს ახარ, ხო, შენ ხვდები, რომ ამ დეფინიციას უკვე შენ თვითონვე ახდენ. ანუ შენში არის ის, ვინც შენს ფიქრებსაც კი შენ ფიქრებზეც ფიქრობს. შენს აზრებზეც კი აზროვნებს. ანუ შენში არის ის, ვისაც შენ ნახე უმორჩილებს საკუთარ თავს და აი, როდესაც ხვდები, რომ ღმერთის მონა და ღმერთის მორჩილი უკვე აღარავის მორჩილი არ არის, ეს ამპარტაუნული გამოთქმა არ არის. ამ დროს ადამიანი წეღაროთქვით ამდაბალიც არის. ამ დროს ადამიანი ისე იგი გულმოწყალეც არის, მორჩილიც არის, მაგრამ ამ ყველა თვისებაში რაც ჩამოთვალე, ყველაზე მაღალი სიყვარული შეუძლია, ყველაზე მაგარი მეგობრობა შეუძლია, მაგრამ ამავე დროს ისეთი შინაგანი სიმყარე და ვაშკაცობა გააჩნია, რატო? იმიტომ რომ იცის და ხვდება, რომ ყველაზე მთავარ ციხეზე აიღო კონტროლი საკუთარ თავზე. ეგოიზმი დაინგრა, ღმერთი მოვიდა, ნამდვილი ღმერთი მოვიდა და ნამდვილ ღმერთთან ერთად ისეთი ძლიერი ადამიანი, რომ შეუძლია იყოს, როგორ გითხრათ, სუსტიც. ეგონოთ, რომ სუსტია, მაგრამ შინაგანად ისეთი ძლიერია, ეგეთი ძლიერი არ ყოფილა და მოდი ახლა ვთქვათ, ვინ აფასებს ძლიერია თუ არ ადამიანი? თუ ჩვენ ისევ იმას მიუდექით, რომ გარედან როგორ გვაფასებენ, ძლიერი ვარ თუ არა, მაშინ იგივე მდგომარეობაში გადავარდებ, ისე იგი ჩემი ეგოიზმი ძლავლებს, მაგრამ თუ კი მე მყავს შემფასებელი ძლიერი ვარ თუ არა შინაგანად, მაშინ მე ძლიერი ვარ თავისთავად. აი ეს ამ მთელი ესე რომ ვთქვათ, აი სახარებისეული პირობითაც სწავლებისაც ისიც რომ ღმერთი გვეუბნება რომ აი რო ვიძახის რომ ვისაც უყვარდეს დედა მამაც ანუ რას გვეუბნება განა არ გიყვარდეთ მაგრამ თუ მე გეყოლებით შინაგანად ეს საყრდენი თუ გეყოლებათ გექნებათ შინაგანად ხო თქვენ ნახავთ რომ რა საოცარი სიყვარული შეგეძლებათ რა საოცრად თავგანწიროა ყველა ის თვისება რომელიც სამყაროში ადამიანს ანუ სამყაროში არსებობისთვის ადამიანს ჭირდება და მე მარადიულობა სჭირდება ეს ყველაფერი შენში აქვე რეალიზდება აქვე გაიხსნება აქვე სამოთხე იქნება ამიტომ იძახს მაცხოვარი ჯოჯოხეთის და სამოთხეს ადამიანი აქვე ატარებს ანუ აქვე არის შენში უკვე ის ნიშნები ის საოცარი შინაგანი სამყარო რომელიც მე მარადიულობაში წელოდება ადამიანს და მაგალითები გვაქვს ხო იუდა და პეტრე შეიძლება მაგალითები პარალელები გავავოთ წმინდანებიც აი მთელი ეკლესიის ისტორია არის რაზეც ახლა ვისაუბრეთ საბოლოო ჯამში ზუსტად აი ამ ჭიდილისა ამ ჭიდაობისა რომ ადამიანო დაანგრიეთ ხო შენი ეს ეგო უბრალოდ დაანგრიეთ სადე მაგრამ ძნელია როდესაც ამ ეგოს ანგრევ ვიღაცების მითითებებით იმიტომ რომ ტკივნეულია ხა შენ ადამიანი რო გეუნება დაანგრიე ეს ეგო ძალიან ძნელია იმიტომ რომ ხვდები რომ ის თავისას გაშენებინებს მაგრამ ხვდები რომ დასანგრევია მაგრამ აი როდესაც ღმერთთან ერთად ანგრევ აი ამ წეღა როგორც ვთქვი შენ ეგოს ხო გრევასთან ერთად იწყება ახლის შენება და ეს არის შეინანეთ, შეიცვალეთ და მეცხრე ჟამნის ლოცვაში არის რათა ძველისა კაცისა გამძარცველთა ახალი შევიმოს. აი ზოგჯერ როდესაც ადამიანი განიცდის თქვათ ამ სასოწარკვეთილებას, უიმედობას და დეპრესიაში არის, ზოგჯერ ცხენია კიდევაც ხოლმე ამ თავისი მდგომარეობის მამა გიორგი და შეიძლება მომწყვერთან მისვლაც ერიდებოდეს თქვათ და ამ ყველაფერზე საუბარი. ალბათ მთავარი არის ჩვენში თავდაპირველად ვაღიაროთ ეს ყველაფერი, რომ მერე უკვე გადავდგათ ეს ნაბიჯი და მივიდეთ მოძღვართან და ეს ყველაფერი აღსარების სახით ჩავაბაროთ და უკვე იმედის ნაპერწკალი გაჩნდეს ჩვენში. კი, ზუსტად ეს არის, რომ აი ნახეთ, ჩვენი ახლა ეს საუბარიც ესაა გზავნილია ხო იმ ადამიანებისთვის, ვისაც თქვათ შეიძლება უჭირს, რომ ანუ ეს ყველაფერი არის როგორ გითხრათ, ანუ დაძლევადია. ნებისმიერი ანუ ფსიქიკის დაზიანება რაც არ უნდა ის შეიძლება გეჩვენებოდეს რომ ძიმია სულის გამოცოცხლებით, სულის ნაწილის, პნევმონი ნაწილის გამოცოცხლებით, ხო? იმ ყველაზე რასთანაც შენ აი დაშორებული ხარ ადამიანი, სულ სხვა ახალი სიცოცხლე იწყება. ესაა ის ახარებისეული ვეშმაკეულის, თქვათ, განკურნება, რომელიც ნაჩვენებია. ესაა ის ყველაფერი, რომელსაც ადამიანი ამ წუთისობლის სულისკვეთებან დაშალა, დაანგრია, მოვიდა ღმერთი სული გააცოცხლა და ამავე დროს გაცოცხლდა არა მხოლოდ მისი ფსიქიკური ნაწილი, არამედ ადამიანის სხეულებრივადაც წამოდგა ფეხს.
ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის. ყოველთვის ვიხარია თქვენი სტუმრობა, საინტერესო საუბრის თემებზე სასაუბრო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არვოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი ერთად აღვავნო თუ გისადებლი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვით არცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად საკალათბურთო სუპერლიგის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ქუთაისი 2010-ის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ ჩვენი სტუდიის სტუმართან ერთად შემოგვიერთდა საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის კაპიტანი აკაკი დვალიშვილი. დილამშვიდობისა აკაკი. დილამშვიდობის. მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, ან მართლაც ნაყოფიერი წელი გამოდგა წლევანდელი საკალათბურთო სეზონი ქუთაისისთვის და ერთგვარ ტრადიციად გვერდცა, ხო? მგონი ყოველ წელი ძალიან კარგი ტრადიციაა. წინასწარ მარტოობით ვიყავი ახლა 300-ით მომედი. მეც როგორც ქუთაისელი მოხარული ვარ და არ ვიტყვი უარს რომ ყოველ წელიწად ნამდვილად იყოს ეს შესაძლებლობა ყოველწლიურად. ჩვენ ვეცდებით. დავიწყოთ, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ, რითი დაიწყო პირველი თასი, რომელიც სამ სეზონში მოიგეთ და გაიმარჯვეთ, ვისთან გქონდათ დაპირისპირება, რომელ გუნდებს ძლიეთ. სუპერთასი, როგორც ვიცით. სუპერთასი კი პირველ რიგში მივესალმეთ თქვენს მაყურებელს. პირველი იყო სუპერთასი, მანამდე წინა წლებში იყო ხოლმე რომ სუპერთასი სეზონის დამთავრებიდან მეორე დღეს 30-ში თავდებოდა სეზონი და 31-ში იყო ხოლმე მაისს სუპერთასის გათამაშება. ეხლა სეზონის დასაწყისში გადაიტანეს და პირველი თასი მოვიგეთ თესეუს წინამდე ფინალში თამაში. და საკუთარ საინტერესო დაძაბული მატჩი, ხო? ვისაც არ უნახავს მატჩს. საერთაშორის მოკლედ პირდაპირ შემაჯამებლად რო თქვა, საქართველოს თასიც საქართველოს ჩემპიონატიც თესეუს წინამდე ვითამაშეთ ფინალში. ანუ ძალიან სერიოზული დაპირისპირება ექნებოდა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ სამივეჯერ ფინალში შევთხოვით ვერ მოხვდები, ესე იგი ორივე ღირსეული ფინალისტები ვიყავით. რაც შეეხება მომდევნო პრიზს საქართველოს თასს. საქართველოს თასი მოვიგეთ უკვე იანვრის მერე აპრილში მგონი და მანამდე თესეუსთან დავთვეთ ქორქია საგანდერიძის თასი 4 ფინალი ვითამაშეთ თესეუს წინააღმდეგ
და მე უკვე რაღაც სარეაბილიტაციოდ წინა საპლეიოფოდ მოვიგეთ საქართველოს თასი და მე უკვე ჩემპიონატს ერთია გამარჯვება, ერთია მოგება, მაგრამ მეორე არის ის, რომ უნდა შეინარჩუნო ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი შედეგი უნდა დადო თავისთავად და ეს ყველაფერი პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული თავისთავად. რა თქმა უნდა, წინა წელსაც ხა ჩვენ რო ჩემპიონები გავხდით უკვე ტიტულის შენარჩუნებისთვის ვიბრძოდით და რაღაცა სხვანაირად მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ საქართველოში თითქოს ისეთი ტენდენცია იყო, რომ თუ ჩემპიონი ხდებოდი, მე მომუაწეს უკვე რაღაც საშინელი გუნდი დგებოდა ხოლმე და შედეგებს ვერ აღწევენ და უკვე ეს მაკინან გამოვედით და უკეთეს შედეგი დავდეთ ვიდრე წინა წელს და ეხლა ვეცდებით რომ ასეთივე უკეთესი შედეგი დავდოთ ევროტურნირზე რომელზეც დიდი ალბათობით აუცილებლად ვისაუბრებთ ამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვიდრე ასევე ვისაუბრებდეთ სუპერლიგაზე ჩემპიონობაზე აუცილებლად მინდა გკითხო რა არის ამ წარმატების თავარი გასაღები როგორ ფიქრობ აკაკი აი ზედიზედ მეორედ რაც ახსენე თავადაც იცის საზოგადოებამაც ზედიზედ მეორედ ქუთაისი 2010 გახდა საქართველოს ჩემპიონი სუპერლიგის რა არის ამ წარმატების თავარი გასაღები ბუნებრივია მწვრთნელთან კალათბურთელებთან ერთად ალბათ ის ოჯახური გარემო ალბათ ხომ რაც არის რა თქმა უნდა წარმატების გასაღები არის, როდესაც წარმატებას მიაღწევთ, თუნდაც ჩვენ წინაწლიდან ძირითადი ბირთვი ჩვენ რა შეინარჩუნეს მწვრთნელებმა ძირითადი ბირთვი და ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი და უკვე რადგან მოთამაშე ერთმანეთს ვიცნობდით, იმ ძირითად დეტალებზე წავიდა საუბარი, რაც მნიშვნელოვანი იყო წარმატებისთვის და არა თავიდან ასაწყობი იყო, თავიდან რო ასაწყობი გუნდი, მაშინ უკვე რაღაცა შეიძლება მეტი პრობლემა წარმოიჩინოს ხასიათზეც დაუშვათ მოთამაშეები შეიძლება ვერ მოერგონ და აქ უკვე ეგ პრობლემები აღარ ქონდა და მწვრთნელმა ზუსტად ისეთი სკაუტინგი გაატარა თუნდაც უცხოელების როგორც მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატებისთვის რაც დღეს გვაქვს სახეზე. სუპერლიგას რომ მივყვეთ რეგულარულიდან დაწყებული პლეიოფით გაგრძელებული ფინალური სერიით დამთავრებული ყველაფერი რომ დეტალურად განვიხილოთ შეიძლება დაგვარად. დასაწყისში თავიდან რომ დავიწყოთ ევროტურნირებით დავიწყოთ ევროტურნირებისთვის ვემზადებოდით და ამასობაში მე დუდუ დადიანის თასი წამოგვეწია იქ რაღაც ცოტა გავხურით ასე რომ ვთქვა და მე სუპერთასი მოვიგეთ. მე ევროტურნირებზე სხვათა შორის ძალიან ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად და ვიც მიადევნა თვალყური სამი დამატებითი დრო ვითამაშეთ იმისათვის რომ აი ბოლომდე ვიბრძოდით რომ გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე შანსი შეგვენარჩუნებინა ასე რომ ვთქვათ მაგრამ გამოცდილებისთვის ძალიან კარგი იყო. ის ევროტურნირები რომ დამთავრდა მე მქონდა რაღაცა პატარა ჩავარდნასავით და მწვრთნელის და მოთამაშეების საკებრად ასე რომ ვთქვათ არ დავიშალეთ და მალე აღმოვხვერთ ის პრობლემები გუნდში რაც იყო ის ფსიქოლოგიური ალბათ გადაღლა ემოციური რაღაც დაცლა იმ ტურნირის მერე რაღაც მოლოდინები რაც ქონდა ზოგისთვის გამართა ზოგისთვის ყველა სეზონში ალბათ კრიზისის მომენტი. მაგრამ თავი არის ალბათ სწორედ ეს რომ გარდა იმისა რომ მოგება არის მოგება და წაგება ძმები არიან ნათქვამია და შესაბამისად ანუ ამ ყველაფრისთვის საჭირო არის ფსიქოლოგიური მზაობა ხომ თავისთავად და უნდა გაიაზრო ის რომ ეს წაგებაც გეხმარება იმაში რომ დაამუშავო ის შეცდომები თქვათ რაც დაუშვი და შესაბამისად მე უკვე გამარჯვებისთვის თამამად წარს. რა თქმა უნდა სუპერლიგა ახლა დღესდღეობით საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ვინვის მოუგებს ვერ გაიგებ აქედან გამომდინარე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ახლა თუ ერთი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ისე გაივლეს რომ არც ერთ თამაშს არ წააგებს მასეთ ჩემპიონატს აზრიც არ აქვს ახლა ესე იგი საკმაოდ დაბალი დონის არის და არ არის დაბალანსებული ხო? არ არის დაბალანსებული და ეხლა ვინც თვალს ადევნებს სუპერლიგას ყველა დამეთანხმება რომ შეიძლება იმ მომენტისთვის ცხრილში იდგეს მეათე ადგილზე და მოუგოს პირველ მეორე ადგილოსან რაღაც და ვერაფერს ვერ პროგნოზირებადი არ არის რა სუპერლიგა და ეგ ძალიან საინტერესოა და აქედან გამომდინარე რაც უფრო მალე მოახდენ ამაზე რეაგირებას და აღმოფხრას რაც ჩვენ მოახერხეთ წარმატების შანსი უფრო მეტია მე. როგორ ჩაიარა რეგულარულმა სეზონმა ვიცი რომ ყოველ წელიწადს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ქუთაისი 2010 რეგულარულ სეზონს იმისათვის რომ მოედნის უპირატესობით ისარგებლოთ. თან თვალსაც ვადევნებ უკან კადრები ჩას სავსე იყო დარბაზი კი და
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადგილობრივი გულშემატკივრის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო თამაშებში განსაკუთრებით ვიგზენით და მით უმეტეს კიდე მეხუთე თამაშზე სავსე იყო ტრიბუნა და ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ წარმატება მიგვეღწია და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოედნის უპირატესობის მოპოვება და ამიტომაც რეგულარულ ჩემპიონატში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ პირველ ადგილზე დაგვესრულებინ და ყველასთან მოედნის უპირატესობა გქონდა. როგორც მსახიობისთვის, მომღერლისთვის არის თქვათ დარბაზი და ის თავისი გულშემატკივარი მნიშვნელოვანი ხო და ის თაყვანისმცემლები მათთვის მღერი, მათთვის თამაშობ როლებს და ასე შემდგომ, ასევე არის სპორტში ზუსტად რომ თავისთავად ის გულშემატკივარი არის ის ძირითადი მუხტი, რომელიც გიბიძგებს იმისაკენ რომ გაიმარჯვა თავისთავად. რა თქმა უნდა, ჩვენ თამაშობთ გულშემატკივრებისთვის, ეხლა თუ შენს სიხარულს არავინ არ ეზიარებს, რაც არ უნდა წარმატებული იყო, აზრი არ აქვს რა იმ წარმატებას მარტო რო გიხარია და როცა მთელი დარბაზი იმ სიხარულს იზიარებს, მაგაზე დიდი ბედნიერება ალბათ არაფერი არ არის, თან მით უმეტეს მე მქონდა ნათამაშები რამდენჯერმე ფინალების შინაურ კედლებში და გასვლაზე მოგებული მქონდა ხოლმე საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ შინაურ კედლებში რამდენიმე ფინალი წავაგე და ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის და ამ ეტაპზე რადგან მოვიგე მინდოდა რომ თან შემეგრძნო ეს სიამოვნება როგორი იყო და რა ვიცი კიდე გავიმეორებდი. აუცილებლად ვთქვათ, აკაკი ვისაუბროთ ფინალურ სერიაზე, ასეთი დრამატული და საინტერესო დაძაბული ფინალი. მე პირადად ძალიან დიდი ხანი არ მინახავს ეგრე არა, მაგრამ კარგახანი შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ შარშან ალბათ არ იყო ასეთი ფინალი, როგორიც წელს. კარგახანია ეგეც შეიძლება ითქვას, კარგახანი არ გინახავს, იმიტომ რომ 28 წლის წინ იყო ისეთი სერია, როგორიც ეხლა ამ მომენტისთვის ჩვენ თამაშობთ 2-2-დან ზედიზედ მე 3 თამაში მოვიგეთ და თან მოედნის უპირატესობა ვახსენე და მოედნის უპირატესობა პირწმინდად გავანიავეთ, ორივე თამაშის სახში წავაგეთ და მე უკვე ანალოგიური დაემართა თესეუსაც მოედნის უპირატესობა იმათ 20 გამიღეს და 2 წააგეს და მე უკვე შინაურ კედლებში იგივე შეცდომ აღარ გავიმეორეთ და ჩვენი მაყურებელი გახარებული გავუშვით დავსწრე მაყურებელი ის იყო ტრიბუნა. როგორც გუნდის კაპიტანი, ეს იყო შენთვის მეორე თასი, როგორც ვიცი. როგორც გუნდის კაპიტანი ამ კი, როგორც გუნდის კაპიტანი, კი, ისე ფინალი ვითამაშე მე ანუ რუსთავთან კაპიტანი ვიყავი და ფინალი ვითამაშეთ თესეუს წინააღმდეგ ასევე და უკვე ფაქტურად კაპიტნის რანგში რევანში აუღეთ ასე შეიძლება ითქვას. ისე კი შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ აი კაპიტნის რანგში თასის აწევა. პირველი შენ გიწევს ხო ბუნებრივია თასი. კი, რა თქმა უნდა. აიღო, აწევა, რა შეგრძნება, რა ემოციებთან არის ეს კავშირში. ჩემთვის თავარი სურვილი რო ყოფილიყავი კაპიტანი არის ეს რომ აი თასს რო ჩაიხო და მიდან გუნდთან ასე რომ კი, რა თქმა უნდა და რა ვიცი, იღვლიანი გამოდგა პირველი იყო ქორქია საკანდეძის თასი, რომელიც იმ მომენტისთვის ველურას რო ეძახი გიორგი ბარბაკაძე იყო კაპიტანი და რაღაც მიზეზების გამო ვერ იყო. კი და ვიცე-კაპიტანი იყო და მაშინ კაპიტნობა გადავიბარე იმ მომენტისთვის და პირველი თასი მაშინ ჩავიბარე. იმის მერე რუსთავში ჩავიბარე, უკვე აბსოლუტურად კაპიტანი ვიყავ, ვიცედან არ გადავსვარ და ამის შემდეგ უკვე გაგრძელდა ყველა ტიტულობა კაპიტნის რანგში მოგებული, ზოგი ორჯერ საქართველოს ჩემპიონატიც ორჯერ და კი რა ვარ ჩამოთვალა აღარ მახსოვს. ტიტულოვანი რომ ხარ, ეს გადასარევად იცის ჩვენმა მაყურებელმა და თელმა საქართველოს. საომავლო გეგმების შესახებაც აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, რა თქმა უნდა, თუ როგორია გაწერილი გეგმა, ასე ვთქვათ, რომ გაგვასწრებს. ზოგადად ჩემი გაწერილი გეგმა ამ მომენტისთვის გაწერილი ვერ მაქვს ველოდებით ახლა, ანუ საქართველოში ძირითადად ახლა კი გავიგე რამდენიმე ორწლიანი კონტრაქტებიც შემოუღიათ და მაგრამ ძირითადად არის ერთსეზონიანი კონტრაქტები და ყოველ წელიწად სახალშემოთავაზებებს ველოდებით და ახლა ეგ ეტაპი არის ველოდებით ახალშემოთავაზებებს და თუ კი ქუთაისში დავრჩები, ქუთაისა გეგმა ის ევროტურნირზე გავახსენეთ და
დარბაზი უნდა გარემოდეს, როგორც ვიცი, აგვისტოდან დაიწყება დარბაზის გარემოდება და გამზადება, ასე რომ ვთქვათ, ევროტურნირებისთვის, რომელიც ალბათ საშუალებას მოგვიწევს, რომ შინაურ კედლებში ჩავატაროთ ის ევროტურნირის თამაშები. მომდევნო სეზონის დაწყებამდე იქნება. დაწყებამდე უნდა იყოს, თორე ისე აზრი არ აქვს და თან ის იატაკი, რომელიც არის ახლა არ არის შესაბამისი არ არის, ასე რომ ვთქვათ და ისიც უნდა შეიცვალოს და მე უკვე ის მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება ქუთაისის გუნდში ხელისმოწერა კონტრაქტზე. თითოეული მოგება თავისთავად ხომ ეს გუნდი ნაკრები არ აქვს სპორტის სახეობის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი თავისთავად მოქმედებს იმაზე, რომ მომავალ თაობას იმედს უსახავს იმისა, რომ შეუძლიათ თავადაც მიაღწიონ გარკვეულ წარმატებებს და ქვეყანასაც მოუტანონ თავისთავად წარმატებები. რას ეტყოდით მომავალ თაობას? რა თქმა უნდა, ეხლა ეს თუნდაც ქუთაისზე რო ვისაუბროთ, რა ტრიბუნაზე რო გაიხედებოდი იმ ასაკიან ხახთან ერთად ბევრი ახლანდელი ეხლა რო შევიდნენ კალათბურთზე ან უთქვამთ კიდევაც რომ თქვენ გამო ეხლა უნდა შევიდე კალათბურთზე და ანუ რაღაცა мотиваცია და თუნდაც ეგ არის ჩვენთვის არის პირველ რიგში სტიმული რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად იქნება გამომდინარე რომ გვიყურებს მომავალი თაობა და რაღაც მაგალითი უნდა იყო და კალათბურთი და ზოგადად სპორტი ხო ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის არის ასე რომ ვთქვათ და მაგალითი უნდა აიღონ და მომავალ თაობას ვეთქვი უნდა იშრომონ ახლა ყველა მაგას ეუბნება უნდა იშრომონ მაგრამ ნებისყოფა არის საჭირო ძალიან დიდი რაღაც მომენტში როგორც თქვი ახლა თუნდაც ჩვენ სეზონშიც და ცხოვრ კარიერის მანძილზეც ბევრი ჩავარდნაა და მნიშვნელოვანი როგორ გაუძლევდა რამდენად გინდა იმ ბიზნეს მიღწევა საითაც მიდიხარ რაც გაქვს დასახული თუ ძალიან გინდა და ასე აიღებ ბიზნესა და წახვალ პირდაპირ აუცილებლად მიაღწევ იმ ბიზნესამდე თუ ისე რა გინდა უკვე არ გამოგივა. ჩვენ წინა გადაცემაშიც ვახსენეთ და ვისაუბრეთ თქვენს პირველ და მთავარ გულშემატკივარზე, თქვენს მეუღლეზე და ზოგადად ოჯახზე. და მინდა რომ კიდევ ერთხელ ვახსენოთ და ვუთხრათ მაყურებელს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს სპორტსმენის წარმატებაში, რომ ასე დიდ წარმატებას მიაღწიოს სპორტსმენმა პირადად თავის კარიერაში, რა თქმა უნდა, გუნდისთვის სიბრძოლოს მან და ასევე რადგან მეუღლეს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თქვენი მეუღლე დააჯილდოვა კიდევაც ქალაქის ხელისუფლებამ, ხო, შესაბამისი ჯილდოთი, ხო, გულმხურვალი ერთგული გულშემატკივრის სტატუსი მიენიჭა, როგორც ვიცი. ჩემთვის ახლა აქედან მოვიკითხავ და მადლობას ვეთქვი ჩემ ბიჭებს, ჩემს მეუღლეს იმ გვერდში დგომისთვის, რასაც მიცხადებენ, ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის, უკვე გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქის ხელმძღვანელობაც შეამჩნია მისი აქტიურობა და მისი გულწრფელი ემოციები, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ჩვენ გამოავლენს, ასე რომ ვთქვათ და დააჯილდოეს აქტიური და ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრის ასე სიმბოლური რაღაცა, იმეთი რა ქვია, ტიტულით და ეს ყურადღებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს არაფერი, მაგრამ რაღაც შრომა ამას იმისთვის არ აკეთებდა რომ ტიტული მოიღო, რა თქმა უნდა, ეხლა ასეთი ტიტულები არ არსებობს გონი, მაგრამ ეს ყურადღება და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალას გმატებს ალბათ, ხო? მოედანზე მისი გულშემატკივრობა და ოჯახის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეგ 2010 წლიდან ვიცნობ 2012 წლიდან ჩემი მეუღლეა და მაგ ამ პერიოდიდან მოყოლებული სულ გვერდში მიდგას და მის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია თამაშზე რო არ იყოს ვერ წარმომიდგენია. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ შესანიშნავი სეზონი უკვე ჩავლილი, სამომავლოდ წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს და ქუთაისი 2000-ს მის მთავარ მწვრთნელს დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და გამშვიდობებისთვის და იმ ყურადღებისთვის, სადაც ავნებთ. ახლა ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ სიხარულის განზიარება, რასაც ჩვენი გუნდის მიმართ ავნებთ. მომდევნო წელსაც ტრადიციას ნუდავარობთ და გამარჯვებული სანქში როლში გელოდებით ჩვენთან სტუდიაში დაგემშვიდობებით. საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2000-ის გუნდის კაპიტანი აკაკი დვალიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მცირე და ორ გოლის შემდგომ დაგიბრუნდებით კვლავ გადაცემის სტუმართან ერთად და გველოდებით.
როგორც საკვირდით დაგიბრუნდით სტუმართან ერთად შემოგვიერთდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე და რა თქმა უნდა სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკისა და სიახლეების შესახებ. დილამშვიდობის ბატონი ზურაბ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ ამ სიახლეების შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე გვინდა რომ მაყურებელს შევთავაზოთ ვიდეო კოლაჟი და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ საუბარი. დაბრუნდით კვალპირდაპირ ეთერში ნახეთ ვიდეო კოლაჟი თბილისის ზოოპარკის შესახებ, ახალი სივრცის შესახებ და რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომელიც არის თბილისის ზოოპარკში. რამდენად შესაძლებელი არის უკვე ბატონ ზურაბ რომ მიიღოთ ვიზიტორები, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, გარკვეულწილად მოათავსეთ უკვე ყველა თავის ადგილას, მაგრამ ბუნებრივია ეს სიმხელა სამუშაო არის და იმდენი ცხოველი არის ჯერ კიდევ დასაბინავებელი, რომ თავისთავად ეს ერთიანად კარი ჯერ ყველასთვის არ იქნება ღია. დიახ, სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ შეუძლებელია რომ მივიღოთ ესე თავისუფლად გავხსნათ კარები და ნებისმიერი სურვილი შემოვიდეს. მიმდინარეობს მშენებლობები, უამრავი გასაკეთებელია, ასე რომ თქვათ აი მშენებლობების მხრივ საკმაოდ დიდი დისკომფორტია, რაც მოსალოდნელი არის ხოლმე და ამიტომ როდესაც დავამთავრებთ ერთი ნაწილის მოწყობას, კეთილმოწყობა იგულისხმება ამ შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნება რომ გაიხსნას ზოოპარკი პირველი ნაწილი, სადაც შეიძლება უკვე ვიზიტორების მიღება. ნუ ეს არ იქნება დიდი, მაგრამ ეს ტერიტორიულად საკმაოდ დიდია, გაცილებით უფრო დიდია ვიდრე დღევანდელი თბილისის ზოოპარკი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ეს უნდა იყოს კავკასიის ფაუნა და ნაწილობრივ აფრიკული და შემდეგ უკვე თან ჩვენ გავაგრძელებთ პარალელურ მუშაობას. პირველ ნაწილს რომელიც გაიხსნება კონკრეტულად რას ნახავენ თქვა და ეს არის კავკასიის ცხოველები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველანაირად მნიშვნელოვანია კონსერვაციისთვის, მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენი ფაუნა არის და რის შესახებაც საკმაოდ მცირე წარმოდგენა არის, ჩვენ ვიცით რომ რაღაცები ცხოვრობენ, მაგრამ როგორ არიან, რას არიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში იმასაც კი არ აქვს წარმოდგენა, რომელი ცხოველები ცხოვრობენ ხოლმე ჩვენთან. სწორედ ამიტომ ამ ნაწილს ასე ძალიან დიდი საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და სწორედ რადგანაც პრობლემაც არსებობს, ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას არის, სწორედ დავიწყეთ კავკასიის
ევთანაზიის ნაწილით. ეს არის კონსერვაციული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო მიმართულები და რა თქმა უნდა თავისთავად ვიზიტორებისთვისაც. რის შესაძლებლობას იძლევა ახალი სივრცე, უნდა ველოდოთ თუ არა დროის სვლასთან ერთად სხვადასხვა ახალ რა თქმა უნდა სივრცე არის ძალიან დიდი, დაახლოებით 48 ჰექტარი არის და 48 ჰექტარზე თითოეული ვოლიერი, რომელიც ჩვენთან არის აშენებული, ესეც საკმაოდ ფართო ვოლიერები, დაახლოებით თითო ვოლიერი თითო ჰექტარისაგან შედგება, მაგრამ აქაც ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს ვოლიერები, რომელიც საკმაოდ დიდია, მარტო ერთი სახეობისთვის არ არის განკუთვნილი, მაგალითად ერთად ყავს დათვები და მგლები, ირმები და ნიამორები და ასე შემდეგ, ესევე გაგრძელდება იმ სახეობების, ასე ვთქვათ, ერთად თანაცხოვრება, რომელიც შესაძლებელი შექმნა თავისთავად, რაც უმნიშვნელოვანესი არის. ცხოველებისათვის რაც არის, პირობები დაახლოებით 90% შექმნილია, არსებობს საჭიროება, რომ შეიქმნას გაკეთდეს მაგალითად გარკვეული უსაფრთხოების ღობეები, რომელსაც ახლა მიმდინარეობს მუშაობები და აი სწორედ ამისებ მოეწყოს ბილიკები, მოეწყოს სველი წერტილები, რაც აუცილებელია და შემდეგ გაიხსნება კარი შეზღუდული რაოდენობა იქნება ალბათ თავდაპირველად ხომ, როდესაც პირველი ეტაპი იქნება შესაძლებელი უკვე დასრულებული რომ იქნება რომ ვიზიტორები შემოგიერთდნენ. როგორც გადაწყვეტავენ, ალბათ შეიძლება არ იყოს ახლა დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი, მაგრამ ჩვენ არ შევზღუდავთ, თქვათ, შეზღუდული იქნება გარკვეულ ადგილებზე შესვლა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, თორე დანარჩენი ჩვეულებრივად იქნება მისაღები. ძალიან საინტერესო ექსპოზიციური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ექსპოზიციები გვაქვს, სადაც შეიძლება ცხოველები ესეთი აი შეიძლება ითქვას, რომ ბარიერების მიღმა ნახოთ მათ შორის ეს ცხოველები როგორიც არის, მაგალითად დათვები და მგლები. მართალია დასრულები ხართ აბსოლუტურად, მაგრამ აი თქვენ წინ ეს არსებული ლითონის ბადეები და ღობეები არ შეგიშლით ხელს ცხოველების დათვალიერებაში. აი სივრცე მაქსიმალურად არის, როგორც ვიცით და ხედავთ კადრებშიც მიმსგავსებული რეალურ ბუნებასთან. ესეც ალბათ უწყობს ხომ ხელს ცხოველების. ეს არის შესაბამისი კონცეფცია, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ეს ტერიტორია, რადგანაც ეს არის საკმაოდ კარგი, ძალიან მრავალფეროვანი ლანდშაფტია, ამავე დროს შესაძლებელი არის, რომ თქვათ, სამშენებლო სამუშაოები შედარებით უფრო ადვილად ჩატარდეს და არ არის საჭირო ეს ძალიან დიდი ძალისხმევა, მცირეც არ არის, მაგრამ ამიტომაც ამ ხრივ ეს ყველანაირად გამართლებული არის და სწორედ ჩვენი კონცეფცია არის, რომ მაქსიმალურად დაახლოებული იყოს ბუნებრივ პირობებთან, რაც ერთის მხრივ გაცილებით ერთის მხრივ უფრო ადვილი მისაღწევია ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ თვითონ დაგეგმარების და ასე ვთქვათ არც ისე ადვილი არის, რომ თქვათ შერჩეული იყოს თითოეული ცხოველისთვის აი ამ ტერიტორიაზე მისთვის შესაფერისი პირობები. აღარ იქნება ატრაქციონები, როგორც ვიცით ხომ, უკვე განახლებაა. ესეთი ატრაქციონები არ იქნება, მაგრამ რაღაცა გარკვეული სივრცეები, სადაც ბავშვები დაკავდებიან, გაერთობიან, რა თქმა უნდა იქნება. უფრო მეტწილად დატვირთული იქნება შემეცნებითი კუთხით. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც იქნება მათ შორის, თქვათ, იგივე ატრაქციონები, გასართობები, ისიც შემეცნებითი ხასიათის უნდა ქონდეს. აი ჩვენ გვაქვს უკვე მაგალითად მოწყობილი ესეთი ბავშვო სივრცე, სადაც შეუძლიათ მათ ითამაშონ, ასე ვთქვათ, ეძებონ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კვალის ნიშნების და იმის მიხედვით სხვადასხვა ცხოველები და შესაბამისად შემდეგ უკვე გადაწყვეტათ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, ახალისდეს მერე ეს ბავშვები. ანუ ესეც თან თამაშია, თან არის საგანმანათლებლო და გარდა ამისა, იმის და მიხედვით, ვთქვათ, რომელ ექსპოზიციას ავაშენებთ, იმის და მიხედვით იქნება მსგავსი სათავგადასავლო შემეცნებითი ატრაქციონები, რომელიც არც ისე მარტივი გასაკეთებელია. ბატონო ზურაბ, აი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულ ცხოველთან დაკავშირებით კლიმატთან შეუგუებლობა თუ აწუხებს კონკრეტულად ჩვენი კლიმატი უმეტესი ცხოველებისათვის არის აბსოლუტურად მისაღები. ეს არის ძალიან კარგ კლიმატურ პირობებში ვიმყოფები, ძალიან კარგი კლიმატური ზონაა ჩვენთან. ბუნებრივად ცხოვრობენ სახეობები, რომლებიც არიან თქვათ ჩრდილოეთის წარმომადგენლები და სამხრეთის წარმომადგენლები. სხვადასხვა სეზონზე არ არის პრობლემა, ხო? არ არის პრობლემა, მაგალითად იგივე აფრიკული ცხოველებისათვის ზამთარიც ჩვენი ზამთარიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აი ზაფხული ზოგ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი ცხოველებისთვის უფრო პრობლემატური იყოს, შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟირაფისთვის კლიმატი პირობას ხელი შემშელს არ წარმოადგენს. ჩვენ ავაშენეთ უკვე ჟირაფის ზამთრის სადგომი, არა მარტო ჟირაფის ერთი დიდი შენობა არის, სადაც განთავსებული იქნება ჟირაფები, ბეჰემოტები, მარტორქები და მათთან მეორე შენობაში, მაგრამ მეზობელ ერთიულ ვოლიერს გაიყოფენ, კიდევ იქნება აფრიკული სხვა ცხოველები. უბრალოდ დასამთავრებელია ზაფხულის ვოლიერი, რაღაც გარკვეული შიდა სამუშაოები არის
შესასრულებელი, ჩვენ განაცხადებს გაკეთებული გვაქვს ჟირაფებთან დაკავშირებით, აი რომ დავამთავრებთ ამ ბოლიერს თლიანად, მე უკვე გვექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიყვანოთ ჟირაფი, ასე რომ ეს დღე შორს აღარ არის უკვე. კიდევ ხო არ გაქვთ დაგეგმილი ვთქვათ რამე სიახლე ახალ ბინადრებთან დაკავშირებით ჟირაფის გარდა კიდევ ვთქვათ რომელიმე ახალი ცხოველი რომ ჩვენ ესეთი ჩვენი კონცეფციის მიხედვით პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო კავკასია და აფრიკა, რადგანაც როგორც გითხარით აფრიკული ცხოველებისათვის ჩვენი კლიმატი აბსოლუტურად მისაღებია ზაფხულის და ზამთრის, ასე რომ პრობლემას არ წარმოადგენს. კავკასიისთვის მით უმეტეს თავისთავად მათი ბუნებრივი პირობები არიან და შემდეგ უკვე გადავდივართ სხვა კონტინენტების, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზნით არის რომ თქვა გვინდა აზიური ფაუნა, რომელიც ძალიან საინტერესო არის და ამავე დროს ძალიან ბევრი მსგავს კლიმატურ პირობებში ცხოვრობს. თუმცა იქ არის ასე ვთქვათ, ესეთ ტროპიკული, წვიმიანი ტროპიკული დღეები, რომელსაც სპეციალური პირობები დაჭირდება. იმის და მიხედვით, როგორი გვექნება შესაძლებლობა, შეგვიძლია ფინანსურ შესაძლებლობას გულისხმობ, იმის და მიხედვით მოიქცევით. ზოოპარკის თანამშრომლები, პროფესიონალები უკვე ელოდებიან ალბათ ხომ რახსნის დღეს, რომ შესაბამისად დიახ, რა თქმა უნდა, ნუ არა მარტო ელოდებიან, ისინი ძალიან ინტენსიურად მუშაობენ, იმიტომ ძალიან ბევრი რაც არის ახალ ზოოპარკში გაკეთებულია ჩვენი თანამშრომლების ხელით, ჩვენ გვყავს არა მარტო თქვა სამშენებლო, ნებისმიერი ყველა თანამშრომელი, რომელიც არის, რასაც კი შეუძლია რომ გააკეთოს, ყველაფერს აკეთებს იმის და მიუხედავად თქვა ეს მას ევალება თუ არ ევალება, ასე რომ კონტროლი იქნება თავისთავად უფრო მეტად გამძაბრებული, ასე ვთქვათ, რომ იგივე ცხოველებს რაღაც საკვებს როდესაც უყრიდნენ ხოლმე შემსწრები ყოფილ ვართ არაერთხელ ზოოპარკში ხო, რომ ვთქვათ ბურბუშელები იქნებოდა თუ სხვადასხვა რაღაცა მეებით ყვებავდნენ ხოლმე და კი გასაგებია რომ ეს ყველაფერი სახალისოა შეიძლება პატარებისთვის, მაგრამ ისიც უნდა ვასწავლოთ ალბათ ეს ყველაფერი როგორ უნდა მოიქცნენ, რა არის მათთვის სასარგებლო, რა არა და სწორედ ამას მოემსახურება ალბათ ეს ყველაფერი შემეცნებითი. სპეციალური აქ ალბათ დაჭირდება. თუ იქნება ვთქვათ აი ესეთი ცხოველებისთვის, რომლითაც ვთქვათ თუნდაც ირმებს რომ შეიძლებოდეს იცით აი ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ ბოლომდე ჯერჯერობით არა ვართ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მაგალითად თუ ერთი გამორიცხულია რომ ნამდვილად არ იქნება ესეთი ცხოველების საკვების თავისუფლად გაყიდვა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ გარკვეული ესეთი როგორ თქვათ ეს როგორ თქვა ატრაქციონი თუ ესეთი საქმიანობა იყოს თქვათ გაკეთებული რომ თქვათ ორგანიზებულად თქვათ მიიყვანო და ის გაუმასპინძლოს და რაღაც ცხოველი ეს შესაძლებელი ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ იმიტომ რომ თქვათ მარტივი არ არის ჩვენი ცხოველები თქვათ არც ისე უსაფრთხოები არიან როგორც გამოიყურებიან ნებისმიერი ესეთი მშვიდი და წყნარი ცხოველი შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ დათვალიერებაში და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია არ მინდა რომ ტანში გამაჟრიალოს, მაგრამ მაინც მინდა გითხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს ქვეწარმავლების ნახვის შესაძლებლობა იქნება თუ არა? არა, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ იქნება, ის გაცილებით უფრო ესეთი ძვირად ღირებული მშენებლობა ჭირდება მას, მაშინ მეც მოვდივარ ახალ ზოოპარკში. ასე რომ ცოტა მოგვიანებით ალბათ, მაგრამ აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ წარმოადგენს ჩვენი ფაუნის ისეთივე წარმომადგენლები არიან, როგორც ფრინველები და ძუძუმწოვრები. თან ძალიან ლამაზები. ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა, სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე უძღვებოდი თქვენთვის დღევანდელ გადაცემას, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.